საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დავით გურამიშვილის ნაწარმოებზე, რომელსაც ქართლის ჭირი ჰქვია პირობითად, რადგან ეს სათაური დავით გურამიშვილს არ დაურქმევია, მან დაარქვა ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება, რაც ნიშნავს ქართველებისა და კახელების მხრიდან ღალატი თავისი უფლის, ანუ ამ შემთხვევაში იგულისხმება მეფე ვახტანგ მე-6-ზე და ამავე დროს იგულისხმება უფალიც, რადგან გურამიშვილი ასე წერდა და აზროვნებდა, იგი ყველაფერს აძლევდა ორმაგ დატვირთვას და ამიტომ მისი ნაწარმოები განსაკუთრებით საინტერესო და საყურადღებოა და ხანდახან ცოტა ძნელად გასაგებიც, რადგან ყურადღებით უნდა ვიკითხოთ. დავით გურამიშვილი გახლავთ მოაზროვნე, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველაფერი ერს თუ კონკრეტულ ადამიანს იმის მიხედვით მიეცემა და მიეზღვება, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას უფალთან. თუ ადამიანი მოიმრავლებს ცოდვებს, მაშინ მომრავლდება უბედურებაც ქვეყანაში და მის ოჯახში თუ მის თავს და შესაბამისად ერი როცა არის ცოდვილი ადამიანებისაგან შექმნილი და შედგენილი, ეს ერი რასაკვირველია ძალიან ცუდად ცხოვრობს. როგორც კი ერი გამოსწორდება, ან და როგორც კი კონკრეტული ადამიანი გამოსწორდება, ქვეყანაში მდგომარეობა მაშინვე იცვლება და მაშინვე უფალი სიკეთისაკენ შემოაბრუნებს ყოველივეს. დავით გურამიშვილი სწორედ ასე მიიჩნევს და აი ამ ნაწარმოებშიც სწორედ ასე ჩათვალა მან, რომ ის ყველა უბედურება, რაც ქვეყანას დაატყდა თავს, დაატყდა იმის გამო, რომ აქ მოიმატა ცოდვებმა, რომ ადამიანები უფრო იმართებოდნენ ეშმაკის ხელით, ვიდრე უფლის ხელით და ამან გამოიწვია ის, რომ უფალმა ეს ქვეყანა სანიმუშოდ დასაჭა. გავეცნოთ, რასაც ამბობს დავით გურამიშვილი და გავიგოთ მისი სათქმელი და საწუხარი, გავიგოთ შინაარსი უპირველეს ყოვლისა. შეიქმნა დიდი მტერობა თქმა ერთმანეთის ძვირისა, ამპარტავნობა და შური ურცხვად გატეხა პირისა, ავაზაკობა ქურდობა გზებზე დასხდომა მზირისა, ტყვეობა მოკლა ტაცება ქვრივთა ობოლთა მწირისა. ქვეყანაში, როგორც დავით გურამიშვილი გვეუბნება, დიდი მტერობა მოხდა. ერთმანეთს გადაეკიდნენ, ერთმანეთზე ცუდს ამბობდნენ. იმძლავრა ამპარტავნებამ, შურმა, გაუტეხეს ერთმანეთს პირი, ანუ ერთმანეთს აღარ უსრულებდნენ მიცემულ სიტყვას. გახშირდა ავაზაკობა და ქურდობა. გზებზე ჩასაფრება ადამიანებისა, რომ ისინი მოეტაცათ და შემდეგ გაეყიდათ. ანუ ტყვეობა, მოკლა და ტაცება ემუქრებოდა ყველას, განსაკუთრებით ვინც იყო ქვრივი, ობოლი და საწყალი, ანუ დაუცველი ადამიანი, მწირი. ძველ ქართულად რომ თქვათ, ვისაც ძალა არ ჰქონდა, რომ საკუთარი თავი თვითონ დაეცვა. ქორონიკონს ქრისტეს აქეთ 1721-ცა, ცოდვამათი უმეტესად ესმა მოეხსენა ღმერთსა. აღმოსავლით მტერი აღძრა მოუწოდა კვლავ სამხრეთსა. ღმერთმა მტერსა მოულინოს, რაც ქართს უყვეს ან კახეთსა. ქორონიკონი გახლავთ წელთაღრიცხვის სისტემა ძველ საქართველოში მიღებული. დავით გურამიშვილმა აქ პირობითად იხმარა როგორც წელს, აი ამ შინაარსით 1721 წელს. ასეთი დატვირთვით აქვს მას ეს სიტყვა გამოყენებული და 1721 წელს, როგორც იგი ამბობს, მაშინ როცა ცოდვები მოეხსენა უფალს ქართველებისა, როცა ეს ცოდვები უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მადლი ამერისაგან ჩადენილი და გაკეთებული, აი მაშინ აღმოსავლეთიდან შემოვიდა მტერი, სამხრეთიდანაც დაემატა მას მტერი და ისეთი უბედურება დატრიალდა ქვეყანაში, რომ დავით გურამიშვილი ტკივილით ამბობს, ღმერთმა მტერი დასაჯოს ისე, ღმერთმა მტერს მოუვლინოს ასეთი ამბები, როგორი ამბებიც მაშინ ქართსა და კახეთს მოუვლინაო. ქართლის ჭირსა ვერ ვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი ენა მჭევრი. იფქლი ღვაძლად გარდაიქცა ზედ მობრუნდა ცეცხლის სკევრი, ერთმან მტერმან 1000 სცის, ორმან წარიქცივის ბევრი. მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი. აი სწორედ ამ სტროფიდან არის ამოღებული ეს სათაური ქართლის ჭირი, რადგან დავით გურამიშვილი სწორედ აქ გვეუბნება, რომ ქართლის ჭირს ვერავინ დათვლის, თუნდაც ის ენა მჭევრი, ანუ მჭევრმეტყველი, ანუ სიტყვების დიდი მარაგის პატრონი ბრძენი იყოს. მასაც კი არ ეყოფოდა სიტყვები იმ უბედურების გადმოსაცემად და ასასახავად, რაც მაშინ საქართველოში ხდებოდაო. იფქლი ღვარძლად გარდაიქცა. იფქლი ნიშნავს ხორბალს, ფქვილს,
ხორბალი ღვარძლად გადაიქცაო. ღვარძლი ნიშნავს ბალახს, რომელიც თუ გაჩნდა სადმე საბოლოოდ აფუჭებს მოსავალს, იგი ფესვებსაც უსპობს აი მოსავალს და ზემოთ ამოსულ ნაწილსაც, ამიტომაც არის რომ სადაც ღვარძლი ჩნდება, იქ უნდა ძირფესვიანად ამოძირკონეს ღვარძლი და ის მიწა უნდა დაწვან, რომ სხვა დროს ღვარძლი აღარ გაჩნდეს, თორემ ასეთ შემთხვევაში ქვეყანა აღარ მოგცემს მოსავალს და ის ტერიტორია, ის მიწა იქნება ყოველთვის უმოსავლო. აი ამიტომაც როცა ღვარძლი ჩნდებოდა, გლეხი იძულებული იყო, რომ ის მიწა მოეწვა, ცეცხლი მოეტარებინა და დაახლოებით 2 წლით აღარ მიიღებდა აქ არანაირ მოსავალს. აი ამიტომაც, რადგან იფქლი ღვარძლად გარდაიქცაო, დავით გურამიშვილი ამით წუხს, რომ ხორბალიც კი გაღვარძლდა. ღვარძლმა მოახჩო ხორბალი, ხორბალს არ მისცა განვითარების საშუალება, მთლიანად ღვარძლი გახდა ქვეყანა და ამიტომ ეს ქვეყანა დაიწვა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი. კევრი არის ისეთი ხელსაწყო გუთნის მსგავსი, რომლითაც ლეწავდნენ ხოლმე კალოს და აი ამიტომაც ცეცხლის კევრი, ანუ ცეცხლის კალო მოილეწა საქართველოში, რაც პირობითად იმას ნიშნავს, რომ საშინელი უბედურება დატრიალდა ქვეყანაში და ჩვენ როგორც მიჩვეულნი ვართ, ჯოჯოხეთის ცეცხლი არსებობს, რომელიც კაცობრიობას ჯოჯოხეთში წვავს, მაგრამ ისეთი მძიმე იყო საქართველოში ცხოვრების პირობები, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლი უკვე თითქოს ქვეყანაში ტრიალებდა. ერთმა მტერმა 1000-ს ცის, ანუ ერთი მტერი უმკლავდებოდა 1000 ქართველს, ხოლო ორმან წარიქცივის ბევრი. ბევრი ძველ ქართულში 10.000 ნიშნავს, პირობითად ასე ეძახდნენ 10.000, ხოლო მილიონს ასე ამბობდნენ ხოლმე ბევრის ბევრი. და აი ამ შემთხვევაში, როცა დავით გურამიშვილი ამბობს ორმან წარიქცივის ბევრი, ნიშნავს, რომ თუ 2 მტერი იყო, ის შეძლებდა და 10.000 გაუმკლავდებოდა და დაამარცხებდა. მცირედ დარჩა ცოდვისაგან, კაცი ღვთისგან შენაწევრი, ანუ ძალიან ცოტა დარჩა ისეთი ადამიანი ცოდვის გამო, რომელიც უფლისათვის მოსაწონი იქნებოდა, ანუ უფლის წევრი, უფლის კაცი, უფლისთვის მისაღები ადამიანი იქნებოდა, რადგან ცოდვამ ყველა მათგანი შეცვალა, ცოდვამ აბსოლუტურად ყველა მათგან შეუცვალა სახე და ხასიათი. თურქის პარსილეკი ოსი ჩერქეს ღლიღვი დიდო ქისტი. სრულად ქართლის მტერნი იყვნენ ყველა მწახკრა თითო ქიშტი, მერმეშინათ აიშალნენ ძმა მოუდვა ძმასა ყისტი, თავის თავსა ხმალი იცეს, გულსა მოიხვედრეს ხიშტი. როგორც ხედავთ, გურამიშვილი ჩამოთვლის იმ ადამიანებს, იმ ქვეყნებს, იმ ერებს, რომლებიც ემტერებოდნენ საქართველოს და თურქეთის, სპარსეთი, დაღესტანი, ამ შემთხვევაში ოსეთი, ყველა ემტერებოდა ქვეყანას, ყველამ ერთდროულად შემოუტია, ყველამ წაჰკრა თითო ქიშტი, ანუ თითო მუშტი და ამას ის მოჰყვა, რომ ძმამაც ძმას ყისტი წაჰკრა ფეხი დაუდო, ძმამაც ძმას ცუდი საქმე დამართა, რადგან ამ დროისათვის ქართველები და კახელები ერთმანეთს გადაეკიდნენ და მათ შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და ამიტომაც თავის თავსა ხმალი იცეს, ნიშნავს, რომ საკუთარ თავში მოიხვედრეს, ანუ თავისკენ მიიბრუნეს ხმალი, თავის გულში ჩაიცეს ხმალი და გულში მოიხვედრეს ხიშტი, ანუ ესეც გახლავთ სახეობა იარაღისა, ხიშტი უკეთდებოდა თოფს წვეროსთან და აი ამით ესე იგი დაიჭრა ისევ ადამიანი საკუთარი ხიშტით. ვით მამალი სხვის მამალსა დამტერდეს და წაეკიდოს, მასცემოს და თვითიცემოს დაქუჩროს და დაეკიდოს, რა ორნივე დაღალულნი ძაღლმა ნახოს პირი ჰკიდოს, ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა ლექთა დიდოს. აი აქ უკვე დავით გურამიშვილი იყენებს იგავს. ჩვენ ნასწავლი გვაქვს სულხან-საბა ორბელიანის იგავები და ვიცით, რომ იგავური მეტყველება ნიშნავს გადატანით ნათქვამს, გადაკულ მეტყველებას. ამ შემთხვევაში დავით გურამიშვილმა 2 მამლის იგავი გვითხრა. როგორც 2 მამალი ერთმანეთს გადაეკიდება, დაქოჩრავს, დაეკიდება და შემდეგ ორივე მათგანი, როცა დაღლილი და დასისხლიანებული მიწაზე ყრია ძაღლის ლუკმა ხდება, სწორედ ასე დაემართა ქართსა და კახეთსო ორივე მათგანი ძაღლმა პირობითად შეჭამა, ანუ ქართლი დარჩა და კახეთით შესაბამისად თურქებს, ლეკებსა და დიდოელებს. ანუ ამ შემთხვევაში თურქეთი და სპარსეთი არის ჩვენი მეზობელი სამხრეთიდან, ხოლო ლეკეთი, დიდოელები ეს დაღესტანი, ანუ ჩრდილო კავკასია და გამოდის
გვეუბნება დავით გურამიშვილი ამით რომ ყველა ჩვენი მტერი იყო სამხრეთიდან აღმოსავლეთიდან თუ ჩრდილოეთიდან ყველა მხრიდან შემოდიოდა მტერი და ყველა მხრიდან ძალიან მძიმედ იყო ქვეყნის მდგომარეობა ამ ამბის თქმა გარჩევითა გულმან ამად არ მინება ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი მაზედ მერცხვინება მტერს შაესმის ეამების მოყარეს კი ეწყინება რასაც ახლა ვამბობ გონებ ამაზედაც მხდეს გინება როგორც ხედავთ დავით გურამიშვილს ერიდება რომ გარჩევით ანუ ზუსტად გითხრას თავისი სათქმელი გული არ აძლევს ამის უფლებას გულმან არ მინებაო რადგან იმიტომ რომ ბევრი ავი ანუ ბევრი ცუდი გამოჩნდება მტერს გაუხარდება მოყარეს კი ეწყინება რადგან მტერს გაუხარდება ის ჩვენ ასეთი ცუდები რო ვართ და სწორედ ეს ეწყინება მოყარეს რადგან მოყარეს გული დასწდება საქართველოს ასეთი გადაგვარების გამო და თანაც დავითს იმისაც ეშინია რომ რასაც ახლა ვამბობო გონება ამაზეც შემაგინებენო ანუ ეშინია რომ მის შესახებაც ცუდ სიტყვიან მასაც დაენდურებიან რადგან არ მოეწონებათ რომ მან ასეთი რამ თქვა და თავისი ქვეყნის ნაკლი სააშკარაოზე გამოიტანა ტყუილი ვთქვა ჩემი თქმული შეიქმნების რასავარგი მართალი ვთქვა მეშინია ვათუ გავხდე დასაკარგი კაცს მის მეტი არა აქვს რა სიკვდილს უკან თან საბარგი სულს მიუძღვის ხორცს ნაქნარი ავსაავი კარგსა კარგი ტყუილი რომ თქვაო დავით გურამიშვილი გვეუბნება ვის რაში გამოადგება ანუ რასავარგი იქნება ჩემი ნათქვამი მართალი რომ თქვა მეშინია ვაი თუ გადამკარგონ ვაი თუ გამაგდონ ქვეყნიდან იმდენად ცუდად მიიღონ ეს ამბავი არადა კაცს არაფერი აქვს იმის გარდა სასუფეველში წასაღები რასაც ამ ქვეყნად გააკეთებს მოგეხსენებათ ეს პირობითად რომ ადამიანი თავისი საქმით ცხონდება ან თავისი საქმით წაწყდება დავით გურამიშვილს სწორედ ამისი ეშინია რომ იგი უფალმა არ დაიწუნოს როგორც ადამიანი და აი ამიტომ იგი ფიქრობს რომ რადგან სულს ყოველთვის მიუძღვის ის საქმეები რომლებიც ხორცმა გააკეთა ანუ სხეულში ყოფნის დროს გააკეთა ადამიანმა ამიტომ ის ფიქრობს რომ ჯობია თქვა სიმართლე რადგან უფალ სიმართლე მოსწონს და თვითონაც იგი როგორც აი ამ კარგის მქმნელი უფლისათვის მოსაწონი კაცი იქნება გარდა ამისა დავით ისიც ესმის რომ სიმართლის თქმის გარეშე ქვეყანაში ყველაფერი დაირევა და ადამიანები გახდებიან უსამართლოები ამიტომაც მოусმინოთ ამას იგი როგორ ამბობს აწრომ ავი არ ვაძაგო კარგი როგორ უნდა ვაქო ავს თუ ავი არ ვუწოდო კარგს სახელად რა დავარქო კარგს კაც ვით არ დაუკარგო რაც მან სიკარკაცი აქო ავს კაც კარგი ვით უძებნო ორმოს ჩამსვა თავს დამარქო ანუ ავი რომ არ ვაძაგო კარგი როგორ შევაქო ავზე რომ არ თქვა რომ ის ავია მაშინ კარგის სახელი სადღა მოვიფიქრო კარგ კაც თუ არ ვეტყვი რომ ის კარგია და არ შევაქებ დავუკარგავ მას თავის სიკაიკაცეს ანუ სიკარგ კაცეს მაშინ ავკაც როგორ გამოუძებნო სიკეთე და ავკაცზე როგორ გავთქვა რაიმე თუნდაც ამისათვის ორმოში ჩამსვა და თავს დამახურო აი ასე ამბობს დავით გურამიშვილი ამას მაინც არ ვიზამო ორმოს იგი შემთხვევით არ ახსენებს რადგან როცა იგი ლეკებმა დაატყვევეს და მოიტაცეს საქართველოდან წაიყვანეს სწორედ ორმოში ყავდათ დაპატიმრებული ორმოში ყავდათ ჩაგდებული და დავითმა ძალიან კარგად იცოდა რას ნიშნავს ორმოში ჯდომა რა ძნელია ასეთი ტკივილი რა ძნელია ასეთი უბედურება და ამიტომ ამბობდა იგი რომ თუნდაც კიდევ ერთხელ გადავიტანო ეს ტკივილი და ეს უბედურება ასეთნაირად მაინც არ მოვიქცევი და ავზე არ ვიტყვი რომ ის კარგია და კარგზე არ ვიტყვი ცუდსო მართალს ვიტყვი შევიქნები ტყუილისა მოამბერად ვერასუქებ საძაგელთა უფერულთა პირსაფერად მე თუ გინდა თავი მომჭრან ტანი გახდეს გასაბერად ვინც არ აგავს კახაბერსა მე ვერ ვიტყვი კახაბერად და კიდევ ერთხელ გაგვიმეორებს დავით გურამიშვილი რომ ერთადერთი რასაც იგი ასახავს არის სიმართლე რადგან მხოლოდ სიმართლეა ის რომელიც გამოადგება ამას იგი არ აპირებს ტყუილის მოამბეობას არ აპირებს ტყუილი უთხრას ყველას დიდსა და პატარას და თუ ადამიანი საძაგელია მაშინ იგი იტყვის რომ ის საძაგელია იგი არ მიეფერება და არ მიეპირფერება იმას ვინც ამისი ღირსი არ არის და კარგს არასოდეს არ იტყვის ცუდზე და თანაც ამბობს რომ როგორც გინდა დასაჯონ თუნდაც მოჭრან თავი თუნდაც გაუბერონ ტანი თუ კაცი კაცად არ ვარგა ის მას ვაშკაც არ დაარქმევს მით უმეტეს არ ჩათვლის ისეთ დიდ ვაშკაცად როგორიც კახაბერი იყო კახაბერი ამ შემთხვევაში ანუ თამარის ეპოქის ერთ-ერთი
ერთ-ერთი გმირი, მის მიერ აღებულია როგორც ნიმუში და გამოყენებულია იგი როგორც ნიმუში დიდი ვაჟკაცისა, დიდი გმირისა და შესაბამისად ის, ვინც არ არის ღირსი გმირობის, მწერალმა არასოდეს არ უნდა მოიხსენიოს კახაბერად და ყოველთვის უნდა იფიქროს ისე, როგორც მიაჩნია მას სწორად. და ნაწარმოები მან ასეთნაირად დაამთავრა. მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არ აღფარავს. მეტად მწარედ გული მტკივა მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს. ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო, აღმა მხნელსა და აღმა მბარავს. ჩემი ცოდვაც მისცემია ჩემს ამამთხრელს, ამამბზარავს. ანუ აი ეს ეპიზოდი მან ამით შეკრა ერთგვარად და გვითხრა, რომ თვითონ კი დამალავდა, თვითონ არ იტყოდა ერის ტკივილსა და უბედურებას, მტერს არ გაახარებდა, მაგრამ სატკივარი იმისი სატკივარია, რომ ის ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს. ამიტომ ამბობს, რომ მე კი დავფარავდი, მაგრამ როცა გული წარედ მტკივა მაჟრჟელებს და ტანში მზარავს, ეს მაინც გამოჩნდება. ის თავს მაინც გამოიჩენს, მაინც ვერ მოვითმენ, ვერ გავჩერდები და ამიტომ როცა ქვეყანა თვალსა და ხელშუა ეღუპებოდა მას და როცა ხედავდა, როგორ იყვნენ ერთმანეთზე გადაკიდებული, აღმა ნახნავს, როგორ ფარცხავდნენ დაღმა და როგორ ბარავდნენ, ანუ როგორ უფუჭებდნენ ერთმანეთს საქმეს, შეუძლებელი იყო ასეთი რამ არ ეთქვა, არ მიეთითებინა, არ წარმოეჩინა და ამიტომაც ამბობს ასე მწარედ ჩემი ცოდვა მიეცეს ყველას, ვინც ამომთხარა და ამომბზარა, ანუ ძირფესვიანად ამომაგდოო. დასაკვირველია, გურამიშვილი ამ შემთხვევაში თავის პირად მტრებზე არ ლაპარაკობდა. იგი ლაპარაკობდა ქვეყანაზე და ლაპარაკობდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოს მძიმე დღეში ჩააგდეს და ტიროდა და განიცდიდა იმ უბედურებას, რაც მის ქვეყანას თავს დაატყდა. სწორედ ამიტომ დაარქვა ამ ნაწარმოებს ქართლის ჭირი და სწორედ ამიტომ დაწერა ეს ეპიზოდი ასეთი ტკივილით, რომ მომავალ თაობებს მაინც გაეთვალისწინებინათ, თავისი ქვეყანა ხვარებოდათ, ძმა-ძმას არ გადაჰკიდებოდა და ერთმანეთს მოფრთხილებოდნენ. მხოლოდ ასეთი ქვეყანა მოეწონება უფალს და მას სურდა სწორედ ეს გაგვიაზრებინა ჩვენ შთამომავლებს მისას და ერთმანეთთან ერთობით და ერთმანეთის სიყვარულით წავსულიყავით უფლისაკენ. გმადლობთ ყურადღებისთვის.